Globალური ტერორიზმის 2025 წლის ინდექსით საქართველოს ტერორიზმგან თავისუფლებით ევროპაში პირველ ადგილზეა სხვა საუკეთესო 11 ქვეყანასთან ერთად თანაბარი შეფასებით. ახალი მონაცემებით ჩვენმა ქვეყანამ სარეიტინგო პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა და ტერორის ნულოვანი დონით საუკეთესო ანუ ბოლო მე-100 ადგილზე გავიდა. საქართველოს ტერორიზმგან თავისუფლებით უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ 20-ზე მეტ სახელმწიფოს. მონაცემებს საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით საქართველოს 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 51 ადგილს იკავებდა, ამასთან ევროპისა და ასევე შავი ზღვისპირეთის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე მე-7 ადგილზე იყო. კვლევის თანახმად 2012 წლის შემდეგ რეიტინგი საქართველოს 59 ადგილით აქვს გაუმჯობესებული. რა თქმა უნდა, კარგია რომ ქვეყანაში არ არის ტერორიზმი თავისი ოფიციალური კლასიკური ფორმით, ამავე დროს ამ ქვეყანას გავს ტერორისტი ხელისუფლება, რა უნდა შევაფასო. ხელისუფლება, რომელიც ტიტუშკებს გზავნის იმისთვისო თქვენი კოლეგები, ქალები და ჟურნალისტები ქუჩაში სცემონ და გადააგდონ, რაც არის ტერორიზმი. ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ ტერორიზმის ინდექსი არ გვაქვს ცუდი, მადლობა ღმერთს, რომ ტერორიზმი მაინც არ არის ამ ქვეყანაში, მაგრამ ხელისუფლება გვყავს, რომელიც არის ტერორისტი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის ურთიერთობები იძაბებოდა ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ისინი იძულებული იყვნენ ეთქვათ, რომ საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ეს ამას ამბობდნენ ამერიკული სპეცსამსახურები ტერორისტთა ბრძოლაში. საქართველოს მოქალაქეები გლობალურ ტერორისტულ ქსელში იყვნენ ჩართულები, მოწინავე პოზიციების კი ეკავათ და აქედან დავიძარეთ ამ ძიმე სიტუაციიდან და მივედით იქამდე, რომ ამერიკული სპეცსამსახურები დღეს უკვე აღნიშნავენ, რომ არც ერთი შემთხვევა აღარ გვაქვს ამ გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის. ეს არის უზარმაზარი წარმატება.